გამარჯობათ. ამასინათ ერთმა მაყურებელმა მომწერა, რომ ყველა პომიდორის ძირს გვერდზე მიურგა თითოძირი ბაზილიკი და ბაზილიკმა ვერ შეძლო პომიდორის დაცვა ვერც ბუგრებისაგან, ვერც მწვანე ფაროსანასაგან და საერთოდ ვერაფრისაგან. ეს დაახლოებით ისეთივე ქმედება, როგორც აი ქვეყნის პრეზიდენტს, ან თქვათ ძალიან დიდი ფირმის პრეზიდენტს, მხოლოდ ერთი მცველი ყავდეს და ისიც ძალიან მოშორებული მისგან, რომ კადრშიც არ გამოჩნდეს. ეხლა დააკვირდით აი აქ პომიდორს და ბაზილიკს ერთად ქოთნებში მაქვს ჩარგული. ხედავთ რამდენი ბაზილიკია. ანუ ერთი მცენარე კი არ არის აქ, რამდენიმე შეიძლება 10 და მეტიც კი იყოს. აი ახლა ეს ბაზილიკები ქოთნებში არიან პომიდორის ჩითილებთან ერთად მოთავსებული. ხედავთ ხომ როგორ ასხია, ეს დეტერმინანტული პომიდორებია, ამიტომ მათ ძალიან დიდი ქოთნები არ ჭირდებათ. და აი უკვე ამას მესამე სართულიც კი ასხია პომიდორების და უკვე მწიფობას იწყებს. ნაკბენისნაირი არ ეტყობა, თუმცა აქ ფაროსანა არის. ბაზილიკი უნდა იყოს ისეთი რაოდენობით, როგორც დაცვის სამსახური რო არის რამდენიმე კაცისაგან შემდგარი, რომ რეალურად მოახერხოს აი ამ მავნე მწერების გაფრქვა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არ არის უნივერსალური მცველი, ყველაფრისაგან არ იცავს, ბუგრებისაგან და ფინებისაგან ნამდვილად იცავს, ასევე მწვანე ფაროსანასაგანაც. მაგრამ თქვათ ისეთი რამე, როგორც არის მახრასაგან ბაზილიკი ნამდვილად ვერ დაიცავს პომიდორს, უკვე სხვა რაღაცა გვაქვს მოსაფიქრებელი. მაგრამ რისგანაც იცავს ის დაცვა, რომ განახორციელოს ბაზილიკის რაოდენობა უნდა იყოს საკმაოდ ბევრი. ეს შეხედეთ, ბაზილიკი აქ არის თითქმის პომიდორის სიმაღლე. ეს იმდენად ბევრია, რომ ბაზილიკი უკვე კონკურირებს საკვებ ნივთიერებებზე ნიადაგში ძირითად მცენარესთან. აი ახაც შეხედეთ, აი რამხელებია ბაზილიკები. ხოდა აი ამან ყველაფერმა რომ მოისხას და რაღაც მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია აქ ნიადაგის განოყიერება, აქ გაცილებით მეტი, თქვათ, ფართობის ერთეულზე ბიოჰუმუსი შემაქვს და გარდა ამისა ზოოჰუმუსი, რომელიც წარმოიშობა BASF-ის ცხოველმოქმედების შემდეგ, ვიდრე, თქვათ, ამას შევიდანდი ჩვეულებრივ ნიადაგში. იმიტომ რომ აქ ვიმეორებ კვებაზე კონკურენტი ყავს პომიდორს. ასე რომ თუ გინდათ აი ასეთმა ბიოლოგიურმა დაცვამ ბაზილიკისაგან იმუშაოს და გარდა ამისა ბაზილიკმა გააუმჯობესოს პომიდორის გემო, ის უნდა იყოს დიდი რაოდენობით, იმდენად დიდი რაოდენობით, რომ კონკურირებდეს, ვიმეორებ, ძირითად მცენარესთან საკვებ ნივთიერებებზე და იქ ორგანული სასუქის დამატება აუცილებლად დაგჭირდება. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.